მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ, სანამ ოფიციალურად დავდეთ პროგრამას დეტალებში, მინდა ცოტა მოგიყვეთ იმის შესახებ თუ რა იქნება ჩემი სასერტიფიკაციო კურსი, რომელსაც ვკითხავ სექტემბერში. ანუ 7 სექტემბერს დაიწყება ჩემი საავტორო კურსი, რომელიც მოამზადებს coachებს. ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ იმუშაონ სხვა ადამიანებთან, კლიენტებთან და დაეხმარონ იმაში, რომ ამ ადამიანმა მიაღწიონ სასურველ პოზიტიურ ცვლილებებს მათ ცხოვრებაში. ბუნებრივია, შინაგან სამყაროზე მუშაობით. კურსის ხანგრძლივობა იქნება 4 თვე. ვიმუშავებთ კვირაობით. იქ ერთი დღე ემთხვევა გიორგობა და იმ ერთ დღეს გადმოვიტანთ ანიკითან აქეთ, დანარჩენი დღეები იქნება კვირა დღეს, ისეთ დროს, რომ ყველასთვის იყოს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი, ასე თქვა დროის ამბავში, და 4 თვის მანძილზე, ესე, ყოველ კვირას ვიმუშავებთ და გავივლით მთელი კურსის თემებს. კურსის ბოლოს იქნება გამოცდა გულისხმობს ორ რაღაცას. პირველი, მონაწილეებმა უნდა დაწერონ ესე, ანუ მათი მოსაზრებები კოუჩინგის შესახებ, იქნება რაღაცა კონკრეტული კითხვები, რასაც უნდა გაცენ პასუხი და აქ ჩემი დაინტერესების სფერო იქნება უპირველეს ყოვლისა მონაწილეების, ასე ვთქვათ, აზროვნების თავისუფლება და სიღრმე. და მეორე მომენტი, მეორე ეტაპი გამოცდის, ეს იქნება ჩვეულებრივი ცოცხალი ვერსიის, ადამიანთან, ასე ვთქვათ, კლიენტთან, ცოცხალი სესიის ჩანაწერი, რომელსაც მონაწილეები გამომიგზავნიან მე, რომ თეორიული გამოცდა არ იქნება პრინციპში, არ მაინტერესებს არანაირი თეორიული გამოცდა, მე მაინტერესებს პრაქტიკულად კურსდამთავრებულს თუ აქვს ის უნარები, რომ მან მიიღოს სერტიფიკატი. სერტიფიკატს რაც შეეხება, ეს კურსი არის საერთაშორისოდ აკრედიტირებული. შესაბამისად, სერტიფიკატიც იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რაც გაძლევს საშუალებას, რომ ამ ტიპის საქმიანობა პროფესიის სახით აწარმოო. და ეს კურსი იქნება სასარგებლო უკვე მოქმედი კოუჩებისთვის, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის, ვისაც არანაირი კვალიფიკაცია არა კოუჩინგში და ფსიქოლოგიაში და სურს რომ ამ პროფესიას პრინციპში დაეუფლოს. ამ პროფესიის პლუსები არის ის, რომ გაქვს თავისუფალი გრაფიკი, მუშაობ საიდანაც გინდა, გაქვს საკმაოდ კომფორტული შემოსავალი ამ დროს, ხო? და მეტი თავისუფლება გაქვს, ანუ ასე ვთქვათ ამებში. ასევე ეს კურსი სასარგებლო იქნება კორპორატიული კოუჩებისთვის, ვინც მუშაობს ორგანიზაციებში, ასე ვთქვათ, საშტატო კოუჩად, რომლის პირდაპირი ასე ვთქვათ ფუნქციებიც არის პერსონალის დახმარება იმაში, რომ მათი ეფექტურობა იზრდებოდეს. და ასევე სასარგებლო იქნება იმათთვის, ვისაც არ აქვს გეგმაში, ასე ვთქვათ, ამის ქცევა პროფესიად, მუშაობა კლიენტებთან, მაგრამ სურს რომ დაეუფლოს სისტემურ მიდგომას, როგორ განახორციელოს საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები. ხო? აი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ის მიდგომა, რასაც მე ვასწავლი, ის კარგად მუშაობს როგორც საკუთარ თავზე, ასევე ახლობლებს. ძალიან ბევრი კოუჩინგის და ფსიქოლოგიის მოდელი გიგრძალავს მუშაობას, ასე ვთქვათ, შენს ახლობლებთან. მე სხვანაირი მოდელი ავაწყე, რომელიც გაძლევს საშუალებას პირიქით თან იმუშაო შენს ახლობლებთან და თან მათთან ურთიერთობებიც გაიუმჯობესო გზადაგზა ამის გამო. ეხლა თვითონ პროგრამას, რაც შეეხება, რისგან შედგება პროგრამა. თითო კვირას გავივლით თითო თემას. ჩართვა იქნება მოწყობილი ესე. დაახლოებით 2 საათნახევრიანი ჩართვა გამოგვივა ხოლმე, პლუს მინუს. ანუ ვიხილავთ კონკრეტულ თემას, მერე მე გიჩვენებთ პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, როგორ კეთდება ეს. შემდეგ ვიყოფით Zoom-ში, ეს ყველაფერი ონლაინში ხდება ის. ვიყოფით პატარ-პატარა ჯგუფებად, 60 კაციან ჯგუფებად და ვარჯიშობთ ერთმანეთზე. აი,
იმ ცოდნის და იმ უნარების პატარა დოზას, რაც მივიღებთ იმ დღეს, იქვე პრაქტიკულად ვავარჯიშებთ. შემდეგ შეგიძლიათ ეს თვითონ ავარჯიშოთ, კიდევ ერთი კვირა ამუშაოთ ესენი, შეგიძლიათ ჩემი კურსის მონაწილეები ჯგუფებში ერთიანდებიან ხოლმე და ერთმანეთს ავარჯიშებენ, ესეთი ფორმატიც მისაღებია პრინციპში. და აი ესეთი ფორმატით მოძრაობთ მთელი კვირის მანძილზე. გარდა ამისა გვექნება სპეციალური ჩატი, სადაც გზადაგზად თუ გაჩნდება რაღაცა შეკითხვები, ამ შეკითხვებსაც განვიხილავთ და დავუმშავთ. თვითონ პროგრამა შედგება ასეთი რამდენიმე თემისგან. პირველი თემა, ანუ 16 თემა სულ, მარტივად რო ვთქვათ. პირველი თემა ეს არის შესავალი, სადაც პრინციპში ვლაპარაკობ იმაზე თუ რა წარმოადგენს კოუჩინგი ზოგადად. რა არის ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მრავალნაირი კოუჩინგი არსებობს, მოკლედ რო გითხრათ და ჩემი 25 წლიანმა პრაქტიკამ რაც მიჩვენა, ხო, აი ასე ვთქვათ, ისეთი მოდელი ავაწყე კოუჩინგის, რომ მუშაობდეს როგორც ჩვენს ტვინზე, ისე ჩვენს უთვინობაზე, მარტივად რო ვთქვათ. იმიტომ რომ ხანდახან სხვა კულტურების, სხვა ცივილიზაციების, სხვა სამეცნიერო ტრადიციების წიაღში გაკეთებული ტრანსფორმაციული მოდელები, ხო, ტექნოლოგიები, მიდგომები მუშაობს კარგად იქ, ჩვენთან გამოიყურება ძალიან ლამაზად, კარგად, ემოციურად, მიმზიდველად, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, საკმაოდ დაბალ შედეგიანია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გვჭირდება მაღალი პრაქტიკული შედეგი, უნდა დავეყრდნოთ ფაქტებს, ხო? ფაქტებს, რომელიც გვიჩვენებს, ეს მუშაობს, ეს ვერ მუშაობს, ხო და ზუსტად, ასე ვთქვათ, კოუჩინგის იმ მოდელზე ვკონცენტრირდებით პირველ თემაში, რომელიც მუშაობს ჩვენთან, რომელიც რეალურ ცვლილებებს აძლევს კლიენტებს თუ საკუთარ თავს, თუ შენ თავზე მუშაობ. ასევე შესავალშივე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის ცნობიერი გონიერება და ცნობიერი გონება და არაცნობიერი გონება, რას განაპირობებს ერთი, რას განაპირობებს მეორე. რა გავლენა აქვს ჩვენს ცნობიერს ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციაზე და რა როლი შეიძლება ითამაშოს ჩვენმა ქვეცნობიერმა ჩვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების და შენარჩუნების საქმეში. აქვე ვისწავლით პირველსავე დღეს საკუთარ ქვეცნობიერთან კომუნიკაციის დამყარებას, ისეთნაირად რომ ვესაუბროთ მას მისთვის გასაგებ ენაზე, იმიტომ რომ ცნობიერ გონებას შეიძლება ესაუბრონ ჩვეულებრივად, როგორც ვაზროვნებთ, ქვეცნობიერის ენა არის სხვანაირი და საჭიროებს სხვა მიდგომებს. მეორე თემა ეს არის, როგორ დავამყაროთ ნდობა. ნდობა ჩვენს კლიენტთან, ხო? იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ადამიანს ეხმარები, რომ დაამყარო ნდობა მინიმუმ 3 რაღაცისთვის. პირველი თავი რო იგრძნოს უსაფრთხოდ, მეორე რომ მარტივად გაიხსნას ადამიანი 5 წუთში. ისე კი არა, მე-5 სეანსზე რაღაცა აი გეიხსნა. არა, 5 წუთში უნდა შეგეძლოთ, ასე ვთქვათ, ისეთი ეფექტის მიღწევა, რომ ადამიანს მარტივად შეუძლია გაგიზიაროთ ნებისმიერი ყველაზე სიღრმისეული ინფორმაციაც კი. ეს ერთი და მეორე, ნდობა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაციაც მივიდეს იქამდე, ხო? ხანდახან ხო არის ხოლმე ადამიანს ელაპარაკები და მის თავშეაფერი არ შედის. რატო? იმიტომ რომ ქვეცნობიერი ნდობა არ არსებობს. აი როგორ დავამყაროთ ისეთი ნდობა, რომ ადამიანს ჩვენი ეს მოდეს, რომ რასაც მას ვთავაზობთ, რას ტექნიკებს ავარჯიშოებს თუ უბრალოდ ასე ვთქვათ რაღაცა კონცეფციებს, რომ ეს ადამიანისთვის იყოს როგორც მინიმუმ გასაგები. და აქ განვიხილავთ, ვისწავლით პრაქტიკულად იმ კონკრეტულ მეთოდებს, რომელიც მოგცემს საშუალებას დავამყაროთ ნდობა, როგორც ცნობიერ დონეზე ადამიანთან, ისე ქვეცნობიერ დონეზე. ხო, ეს არის ვერბალური მეთოდები და ეს არის არასიტყვიერი მეთოდები. მესამე თემა ეს არის ტრანსფორმაციული კომუნიკაციის შაბლონები. როგორ ვისაუბროთ, როგორ დავაწყოთ წინადადებები და სიტყვები ისეთნაირად, რომ ჩვენს, ასე ვთქვათ, მეტყველებას კონდეს ეფექტი, ხო? რომ სერიოზულ გავლენას ახდენდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვისმენ ხოლმე
ესეთ ტექსტს, რომ არ შეიძლება კლიენტზე ზეგავლენის მოხდენა. მაპატიეთ, მაგრამ კლიენტმა ფული გადაიხადა იმაში, რომ შენთან მოვიდეს და მიიღოს პოზიტიური ზეგავლენა, ხო? ხო და შესაბამისად, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი მეტყველება რა ცვლილებებს და რა ეფექტებს ქმნის, ასე ვთქვათ, კლიენტის გონებაში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე ფსიქოლოგების და კოუჩების მუშაობას, რომლებიც უბრალოდ ვერ აცნობიერებენ, რა გრძელვადიან ზიანს აყენებენ საკუთარ კლიენტს, ხო? ანუ გონებაში უდებენ, ასე ვთქვათ, ისეთ მარცვლებს, შხამიანს, ხო, რომელიც ამოვა 1-5 წელიწადში, 7 წელიწადში და ერთ-ერთი ჭკვატყოფელი ვერ დააკავშირებს ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან. ამიტომ მესამე თემა იქნება ჩვენი, როგორ ვისაუბროთ ეკოლოგიურად და არა მარტო ვისაუბროთ, იმიტომ რომ კომუნიკაციის დროს მარტო საუბარი არ არის, ასევე არის ხმა, არის სახის გამომეტყველება, არის ჟესტები, არის სხეულის მოძრაობა მთლიანად. ხო, აი როგორ ავითვისოთ ისეთი საკომუნიკაციო მოდელი, ხო, რომ აი უბრალოდ ამინზე დაელაპარაკებით ადამიანს, ხო და უკვე კარგად გახდება. ასე ვთქვათ, ცოტა ხანში ამ კურსის გავლის შემდეგ ალბათ სადღაც შუაში ამ კურსის ხო შეამჩნევთ ესეთ ეფექტს, რომ ძალიან ხშირად ადამიანები მოვლენ და გეტყვიან, აი შენთან ლაპარაკი როგორი კარგია, შვიდები და რაღაცა პრობლემები მილაგდება ცხოვრებაში. რატო? იმიტომ რომ მეტყველების სტრუქტურა არის ეკოლოგიური და შეიცავს საკუთარ თავში ძლიერი პოზიტიური ტრანსფორმაციების პოტენციალს. მეხუთე თემა, ბოდიში, ეს ხო მესამე, მეოთხე თემა, რომელსაც გავივლით, ეს არის ნეგატიური, ქვეცნობიერი აზროვნება, ასე ვთქვათ, მისი აღმოჩენის მეთოდები. მაგალითად, სურს დავეხმაროთ ადამიანს ფინანსურ ზრდაში, ხო? პირველად უნდა გავაკეთოთ, უნდა აღმოვაჩინოთ მისი ნეგატიური აზროვნება ამ მიმართულებით, რომელსაც ის ვერ აცნობიერებს და შევცვალოთ პოზიტიურს. ხო და როგორ გავაკეთოთ ეს? ეს იქნება მეოთხე თემაში, ხო? დიაგნოსტიკა, ასე ვთქვათ, დღის-შუბლზე ამოწევა ამის ყველაფრის და ტრანსფორმაცია. მეხუთე თემა ეს იქნება საუბარი მომავლის სცენარებზე. ერთია უბრალოდ ნეგატიური აზრები, ხო, მაგალითად, მდიდარი ადამიანები არიან ამორალურები, ხო? რომელიც უბრალოდ ამ მიმართულებით აზროვნებას ბლოკავს. ანუ არ გაძლევს საშუალებას, რომ იფიქრო, რომ შენ შეიძლება გახდე მდიდარი, ხო არ გინდა რომ იყო ამორალური. შესაბამისად, ესე იგი არ გინდა იყო მდიდარი. მეხუთე თემაში ვისაუბრებთ სცენარებზე, რომლებიც წარმოადგენს მომავლის ქვეცნობიერ სქემას, მოდი ესე ვთქვათ. ანუ ჩვენს ქვეცნობიერ შეიძლება გქონდეს დალაგებული რაღაც საშინელი სცენარები, რა პრობლემებში უნდა გავეხვეთ პოტენციურად, ასე ვთქვათ, მისი დაგეგმარებით. ხო და ეს სცენარები შეიძლება იყოს ძალიან დამანგრეველი ადამიანისთვის და მეხუთე თემაში, მეხუთე მეცაინეობაზე ვისწავლით ამ სცენარების აღმოჩენას, განეიტრალებას და პოზიტიური სცენარებით ჩანაცვლებას. როდესაც ვამბობ ამ თემებსთვის, ანუ თემას ვსწავლობთ, იქვე ვარჯიშობთ და იმ ანუ კვირიდან კვირამდე სულ უფრო და უფრო მეტი უნარი გემატებათ. რა ინტერესო ის არის, რომ არ არის საჭირო ამ კურსის ბოლომდე გავლა, რომ დაიწყოს სხვა ადამიანების დახმარება. იმიტომ რომ ყოველ კვირას იძენთ ისეთ ცოდნას, უნარს და ინსტრუმენტს, როდესაც შეგიძლიათ ადამიანებზე უკვე დაიწყოთ პოზიტიური ზემოქმედების მოხდენა. ბუნებრივია მათი თანხმობით და სურვილით. ძალით სიკეთეს მომიაყენებთ თუ შეიძლება დამამძიმებელ ფორმებში. მეექვსე თემა ეს იქნება არაეკოლოგიური დასკვნების აღმოჩენა და მათი, ასე ვთქვათ, განეიტრალება და უგულველყოფა. რას გულისხმობს ეს? უყურეთ იმისთვის, რომ ადამიანი დაავადდეს, ხანდახან ხდება ისე, რომ ის ქვეცნობიერად გადაწყვეტილებას ღებულობს, რომ დაავადდეს. იმისთვის, რომ ადამიანი დარჩეს წარუმატებელი, ხანდახან ქვეცნობიერად თვითონ ვერ ხვდება, ისე გადაწყვეტილებას იღებს. გაუცნობიერებლად, რომ დარჩეს ღარიბი, მაგალითად, დარჩეს მარტო. ხო, ანუ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხანდახან ადამიანები
ღებულობენ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ დარჩნენ, ასე ვთქვათ, არასახარბიელ და პრობლემატურ მდგომარეობაში. ან საერთოდ შეიქმნან პრობლემები. შესაბამისად, მეექვსე თემა ეს იქნება ასეთი ტიპის გაუცნობიერებელი, დამანგრეველი გადაწყვეტილებების აღმოჩენა და მათი განეიტრალება. მეშვიდე თემა, მეშვიდე მეცაინეობაზე ვისწავლით, როგორ გავზომოთ რა რაოდენობით ჩაგუბდა, ასე ვთქვათ, ადამიანში ნეგატიური ემოციები, გაუცნობიერებელი, განდევნილი. მაგალითად, სადღაც გინდოდა დაგეყვირა, არ დაიყვირე, იქ გაბრაზდი ვერ გამოხატე, აქ შეგეშინდა გაქცევა გინდოდა ვერ გაიქეცი და ყველაფერი ეს ილექება შიგნით და მერე ასეთ საინტერესო ეფექტი აქვს, რომ ადამიანს უფრო და უფრო ნაკლები ენერგია რჩება, იმიტომ ძალიან ბევრი ძალა მიდის ამ შინაგან ნეგატივთან ბრძოლაში. აი, მეშვიდე მეცაინეობაზე ჩვენ ვისწავლით, როგორ აღმოვაჩინოთ და გავზომოთ, ასე ვთქვათ, რა დოზით არის ადამიანში ეს ემოციური ნაგავი ჩატენილი და რაც თავარია, როგორ გავათავისუფლოთ იგი აი ამისგან. მერვე მეცადინეობაზე ვისწავლით გადატანილი ნეგატიური მომენტების ზემოქმედების განეიტრალებას, ანუ რაღაცა მოხდა შენ ცხოვრებაში, მატრაუმირებელი, ცუდი, უსიამოვნო, საშინელი და ასე შემდეგ და ეს არის, ასე ვთქვათ, ჩაჭედილი და არსად არ მიდის და ცუდად ხარ ამის გამო, ხო? ეხლა როდესაც კლიენტი ესეთ მდგომარეობაშია, ნუ არანაირ პროდუქტიულ აზროვნებაზე საუბარი არ არის. ჯერ უნდა გავათავისუფლოთ ადამიანი ემოციური ტკივილისგან და შემდეგ უნდა შევთავაზოთ რაღაცა გააზრებები. აი, გაიხსენეთ უბრალოდ მომენტი, როდესაც გტკივა კბილი, ან ფეხი, ან რაღაც, ან თავი, ხო და ამ მომენტში რაღაცა სერიოზულზე დაფიქრებას გთხოვენ. ნუ საშინელებაა შეუძლებელია. ამიტომ ნებისმიერი ანალიზი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანს აღარ ტკივა. ამ შემთხვევაში ემოციური ტკივილი როცა აღარ აქვს. აი, როგორ გავათავისუფლოთ ადამიანი ემოციური ტკივილისგან, აი ამაზე ვისაუბრებთ მეშვიდე მეცაინეობაზე. მოვაპატიეთ მერვე მეცაინეობაზე. მეცხრე მეცადინეობაზე ვისწავლით რას? როგორ უშველოთ ადამიანს თუ მან დაკარგა ახლობელი, ხო? ასე ვთქვათ, როდესაც გლოვობს ადამიანი და ეს მისთვის არის ძალიან დამანგრეველი, ხო, როგორ გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. როგორ გავათავისუფლოთ ადამიანი ემოციური მიჯაჭვულობისგან. აი, ხანდახან არის ხოლმე, რომ ურთიერთობები დამთავრდა, მაგრამ ემოციურად მაინც იქით მიგიწევს. ხო? ან არც დაწყებულა ურთიერთობები ადამიანთან და რატომღაც ეს მიზიდულობაა და იცი, რომ არ შეიძლება რაღაც ცუდად დამთავრდეს. შესაბამისად, როგორ გავათავისუფლოთ ადამიანი ესეთი ემოციური მიჯაჭვულობებისგან, ხო? აი, ეს იქნება მეცხრე მეცაინეობის თემა და აქვე ვისაუბრებთ იმაზე, როგორ განვავითაროთ, როგორ მივეხმაროთ ჩვენს კლიენტებს, განავითარონ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა და ქარიზმატულობა. ეს მეცხრე მეცაინეობაზე. მეათე მეცადინეობაზე ვისწავლით, როგორ შევცვალოთ ქცევა. მაგალითად, გვაქვს ქცევა, რომელიც არ მაკმაყოფილებს, ხო? მაგ რაღაცა ჩვევა, აი რაღაცა სიტუაციებში მინდა ვიქცეოდეს სხვანაირად, მაგრამ არ გამომდის. იქით მეკაჩება ტვინი, ხო, რაღაც არასწორი მიმართულებით. როგორ შევცვალოთ ქცევის სცენარი, როგორ გამოვიმუშაოთ საერთოდ ახალი ქცევა, ხო? მაგალითად, ნუ აი არ მივლია სპორტზე, ისე სისტემატიურად და მინდა, ხო? არანაირი შინაგანი წინააღმდეგობა არ მაქვს, მაგრამ აი რატომღაც ვერ ვიქოქები ასე ვთქვათ ამ მიმართულებით, ხო, რაღაც დიდ მოტივაციას ვერ გზნობ. აი როგორ შევქმნათ ახალი ქცევა და ასევე მეათე მეცაინეობა იქნება, მეათე მეცაინეობაზე განვიხილავთ, როგორ ჩავხსნათ ნეგატიური რეაქციები ადამიანებზე, სიტუაციებზე, მოვლენებზე, ხო? აი რაღაცა არის, რაც ან გაღიზიანებს, ან გაშინებს, ან გტკენს, მოკლედ იცო შენში არასასურველ რეაქციას, შენს ემოციურ სტაბილურობას არ ღვევს, ხო? აი ამ შემთხვევაში როგორ ჩავხსნათ ეს არასასურველი რეაქცია? ისე რომ იმ ადამიანებზე, სიტუაციებზე, რაღაც მოვლენებზე საერთოდ არანაირი რეაქცია არ გქონდეს, აი ნოლი. აი ეს ყველაფერი იქნება მეათე მეცაინეობის თემა. მე-11 მეცაინეობაზე შევეხებით ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, ანუ განვიხილავთ
ჩვენს ღირებულებებს. Რომ ღირებულებები არის ის, რაც მნიშვნელოვნად ან ზღუდავს ჩვენს ხედვას იმისა, თუ რა არის ჩვენთვის შესაძლებელი, ან აფართოვებს პირიქით, ხო? ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს გადაწყვეტილებებს. ღირებულებები განსაზღვრავს თუ საერთოდ რისთვის ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, ხო და მე-11 მეცაინეობაზე ჩვენ ვიკვლევთ, ვისწავლით, როგორ ვიკლივოთ ადამიანის ღირებულებათა სისტემა და როგორ მოვიყვანოთ ის შესაბამისობაში იმ პოზიტიურ ცვლილებებთან მომავალში, რომელიც მას სურს, რომლის განხორციელებაც სურს. მაგალითად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გინდა გამოჯამთელება, ხო, რაღაც. გამოჯამთელდე, კარგ ფორმაში ჩადგე, უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ შენს ღირებულებათა სისტემაში ჯამთელობა, მიმზიდველობა და საერთოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს. ანუ შენ იქ ვეცნობიერი არაა საქმის კურსში, რომ შენ გინდა რომ იცხოვრო დიდხანს და იყო ჯამთელი. ხო და აი ამ შემთხვევაში გადასაწყობია ღირებულებათა სისტემა. აი როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ხო? ამას ვისწავლით მე-11 მეცაინეობას. შემდეგ მე-12 მეცაინეობაზე განვიხილავთ იმას, თუ რა არის საერთოდ შინაგანი კონფლიქტი და როგორ შეიძლება შინაგანი კონფლიქტის დაძლევა. შინაგანი კონფლიქტები სხვადასხვანაირია. მაგალითად, შენი დედა და შენი ცოლი ერთმანეთს ვერ იტანენ. ხო და შენ გინდა იყო კარგი შვილი, გინდა იყო კარგი ქმარი და ბოქსის გრუშასავით ხარ ჩამოკიდებული შუაში და მოკლედ ხარ არეული შინაგანად. ან გინდა ერთი, მაგრამ უნდა აკეთო მეორე. და ასე შემდეგ, როდესაც შენში იბრძვის ორი თანაბარი ღირებულების პრიორიტეტი შენთვის და აი ვერც ერთი ვერ გადაწონის. ეს მდგომარეობა არის საკმაოდ საშიში, იმიტომ რომ ბლოკავს ნორმალურ აზროვნებას და ესეთი არეული twinით ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს და შემდეგ წლები დაჭირდეს იმისთვის, რომ აქედან ასე ვთქვათ, ამ არასწორი გადაწყვეტილებებით მიღებული ზიანი გაანეიტრალოს. ხო და შესაბამისად ვისწავლით, როგორ აღმოვაჩინოთ შინაგანი კონფლიქტები და როგორ აღვადგინოთ ადამიანის მთლიანობა ისეთნაირად, რომ მას არ უწევდეს ერთის ან მეორის დათმობა. აი შეიძლება უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ტექნიკურად არის შესაძლებელი გავაკეთოთ ისე, რომ აი ეს ორი თანაბარი პრიორიტეტი, რომელიც შენში ჭიდაობს და ერთმანეთს ებრძვის, რომ ორივე გახდეს შენთვის ხელმისაწვდომი ერთდროულად. მე-13 მეცაინეობაზე ვისწავლით, როგორ გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ჩვენს კლიენტებში ან საკუთარ თავში შემოქმედებითი შინაგანი მდგომარეობები. შემოქმედებაში ვგულისხმობ არა მხოლოდ ტრადიციულად შემოქმედებით საქმიანობას, არამედ უნარს საერთოდ შექმნათ რაღაცა ახალი თქვენ ცხოვრებაში. მაგალითად, ცხოვრებაში არ ქონიათ ისეთი ურთიერთობები, როგორც გსურდათ ყოველთვის, ხო? შემოქმედებითობა ზუსტად გვეხმარება იმაში, რომ შევქმნათ ის უნიკალური მოდელი, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები ურთიერთობებში, მაგალითად, ფინანსურ ზრდაში, კარიერაში, ბიზნესში, არ აქვს მნიშვნელობა, რასაც ვსაუბრობ აქ სხვათა შორის, ხო? ეს კოუჩინგური მოდელი, რომელსაც მე გთავაზობთ, მუშაობს აბსოლუტურად ყველა სფეროში თქვენი ცხოვრების. ანუ აი ამ ინსტრუმენტარით, ხო, შეგიძლიათ უნივერსალურად მოაგვაროთ პრობლემები პრაქტიკულად ყველა სფეროში და გამოიწვიოთ ყველა სფეროში ძლიერი პოზიტიური ძვრები. მე-14 მეცაინეობაზე ვისაუბრებთ, ხო, მე-13 მეცაინეობაზე გარდა შემოქმედებითობისა, ასევე ვისაუბრებთ დასწავლის შინაგან მდგომარეობებზე, იმიტომ რომ არსებობს ისეთი შინაგანი მდგომარეობა ადამიანში, რომელსაც ის ძალიან სწრაფად ვითარდება, სწრაფად სწავლობს ახალ აზროვნებას, ახალ ემოციურ მდგომარეობებს, ახალ ქცევას, ახალ უნარებს ითვისებს. აი, როგორ მივეხმაროთ ჩვენს კლიენტებს, რომ სწრაფად შევიდნენ ესეთი სწრაფი დასწავლის მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა შეინარჩუნონ და შედეგად უფრო სწრაფად განვითარდნენ, ხო? აი, ესეც იქნება მე-13 მეცაინეობას. მე-14 მეცაინეობას მთლიანად დავუთმობთ მიზნებს, ანუ როგორ დავსახოთ მიზანი, როგორ მივეხმაროთ ჩვენს კლიენტს, რომ მან სწორად დასახოს მიზანი. მე-15 მეცაინეობაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ
დასახული მიზნების განხორციელების პრაქტიკული გეგმა, აი ამას ცოტა ვიღაც თუ ასწავლის ხოლმე, რატომღაც, სულ მესმის, როგორ დასახლოს სწორად მიზანი. ნუ დავსახეთ მიზანი და რა უნდა გააკეთო მე ამ მიზნის მისაღწევად, რჩება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ხო, იჯექი და იმედიტირე. რაღაცა ვიზუალიზაციები აკეთე და რაღაცა ჯადოსნური გზით, საიდან ჭერი გაიხსნება და მოკლედ ერთი ჩემოდანი ფული ჩამოვარდება, ხო? რაც არის სისულელე, კარგი ხარისხიანი კოუჩინგი გულისხმობს იმას, რომ როდესაც კლიენტთან მუშაობ, მას უყალიბდება ძალიან მკაფიო ეტაპობრივი გაგება იმისა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა ჭირდება პრაქტიკულად, რა ამოცანების გადაწყვეტა ჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიზანს მიაღწიოს და ეს გეგმა უნდა იყოს არა მხოლოდ მკაფიო, არამედ შესრულებადი ადამიანისთვის თვითონ. და მე-16 მეცაინეობას დაუთმობთ იმას, რომ ასე ვთქვათ, დავაპროგრამოთ ჩვენი ქვეცნობიერი დასახული მიზნის და შემუშავებული გეგმის ავტომატურად რეალიზებაზე. პროგრამა არის საკმაოდ ვრცელი. ამ დროს ის ფორმატი სწავლის, რომელსაც მე გთავაზობთ, არის ძალიან მარტივად აღსაქმელი. შესაბამისად, არანაირი სპეციალური მომზადება ფსიქოლოგიაში, კოუჩინგში არ გჭირდებათ. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ხანდახან 80% შემთხვევებში ეგ წინასწარი მომზადება ჩემს პროგრამებში ადამიანებს ხელს უშლის ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან უცნაური იდეებით არის ხოლმე ამოტენილი მათი თავი. ხო და წინასწარი მომზადება რაღაცა ისეთი არ ჭირდება, როგორც თქვით. პრინციპში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაეუფლოს ამ პროფესიას. ჩემი ნება რო იყოს საერთოდ აი ამას, რაც ჩამოთვალე ახლა ვასწავლიდი მე-10 კლასელებს საერთოდ სკოლაში, რომ მათ არ დაკარგონ დიდი დრო იმაში, რომ გაერკვნენ საერთოდ ეს ცხოვრება როგორ არის მოწყობილი და 10-15 წელი გინდ რომ აზზე მოხვიდე რაღაც ერთი 40 წლის ხდები და მერე ხვდები თურმე როგორ არის ეს ცხოვრება მოწყობილი. თან ჩვენთან ხო იცით ბავშვის აღზრდა რთულია განსაკუთრებით პირველი 40 წელი. ხო და შესაბამისად მერე დგანან ხოლმე ერთმანეთს უყურებენ და არიციან ამ ცხოვრებას რა უქნან. აქედან ტოტალური არარეალიზებულობა, როგორც საერთოეროვნული ფენომენი. შესაბამისად, პროგრამა არის მარტივად აღსაქმელი, ანუ ეს უკვე ჩემი ოსტატობის ამბავია, როგორ გავაკეთო ისე, რომ თქვენ ეს ყველაფერი მარტივად აითვისოთ და რაც თავარია შეგეძლოთ ამის კეთება, როგორც თქვი პროგრამის ბოლოს იქნება გამოცდა. ესე იქნება დასაწერი ერთგვერდიანი კოუჩინგის შესახებ და პრაქტიკული სესია Zoom-ში ჩატარებული, მაგალითად ვიდეოზე შეგიძლიათ გადაიღოთ და გამომიგზავნოთ და შევხედავ, რამდენად შედეგიანია თქვენი მუშაობა კონკრეტ ცოცხალ ადამიანთან, ხო. აი ესეთი ამბები, მე მგონი, ასე თუ ისე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, პროგრამას გამოვაქვეყნებ, იმიტომ მოვყევი ესე, რომ ხანდახან თუ უბრალოდ დაწერილი როცაა ხოლმე, ხო, ნუ რაღაც არ აღიქმება სრულად ისე როგორც შენ გინდა. ხო და როდესაც ესე მოყვები, რაღაც მომენტები შეგიძლია უფრო მეტად გაშალო. აი პროგრამასთან დაკავშირებით თუ გააქვთ რამე შეკითხვები, შეგიძლიათ ეხლა მკითხოთ, ან მერე მომწეროთ. დანარჩენი რაც შეეხება ფასი, ლოგისტიკა და ასე შემდეგ, ხო იწყება ეს ყველაფერი როგორც თქვი 7 სექტემბერს და მთავრდება 21 დეკემბერს. ხო, ყოველ კვირას გვექნება ონლაინ ფორმატში. ჩანაწერი გაკეთდება და ჩანაწერი დაგრჩება თქვენ. შემდეგ სახელმძღვანელოდ თუ დაგჭირდათ კიდე რამეში. ღირებულებას რაც შეეხება და ყველა დანარჩენ ტექნიკურ დეტალს, ამის თაობაზე მომწერეთ პირადში. ასისტენტი არ მყავს კომენტარებში მოწერილს იმას, რომ გაინტერესებთ და გინდა პრაქტიკულად ვერ ვამჩნევ, შეიძლება შევამჩნიო 2 კვირაში. თუმცა ყველაფერი იქნება სავსე და გამოტენილი. ხო და მომწერეთ თუ შეიძლება პირადში. იმის გამო რომ არ მყავს ასისტენტები და უზარმაზარი გუნდი ქართულ ბაზარზე, მაგ საშუალება რომ შევინარჩუნო ნორმალური ადამიანური ხელმისაწვდომი ფასები.
და თუ მომიწევს რაღაცა გუნდის ქირაობა, შესაბამისად პროდუქტისთვის ღირებულებაც გაიზრდება. ხო და ჯერჯერობით არ მინდა. მაინ გაგვწერს ციძიგური ფსიქოლოგია არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს. სიმართლე რომ გითხრათ, ამ კურსს, ამ ტექნოლოგიას ძალიან ცოტა აქვს რამე საერთო ფსიქოლოგიასთან, უფრო ლინგვისტიკასთან, მათემატიკასთან და ნევროლოგიასთან. შესაბამისად არანაირი ფსიქოლოგიური ცოდნა წინასწარი არ ჭირდებათ. ოკეი, თუ გვაქვს შეკითხვები, მომწერეთ. თუ შეკითხვები არ გვაქვს და პრინციპში აქ შეგვიძლია დავასრულოთ. სულ მეგონა ასისტენტს ვეკონტაქტებოდიო. ადრე კი. ეხლა ჩემმა ეგომ და ნარცისიზმმა ვერ აიტანა. ვერავინ, საკუთარი თავის გარდა სარკეში და გადაწყვიტე რომ არ დავქნა. მეცადინეობების დღე დრო ხანგრძლივობა. გამოსტის გადასახადი არ არსებობს, გადახდა აგვისტოს ბოლომდე საფასურის, რაც შეეხება დროს, აი ფიქრობ, კვირას აღამოს თუ კვირას, მაგალითად დილის 11 საათიდან 2 საათამდე მოვილიოთ და მოვრჩეთ, იმიტომ რომ კვირას აღამო მაინც შეიძლება ოჯახისთვის დაგჭირდეს რაღაც ესეთი მომენტია და ისევ ჯობია ალბათ დილით 11-ზე დავიწყოთ, 3 საათი ვაგრძელებთ. დილიდანვე მოვილიეთ და სერტიფიკატი გაიცემა ინგლისურ ენაზე კლიენტად. კეთილდა პატიოსანი. დანარჩენი შეკითხვები, პრინციპში პირად მიმოწერა შეგიძლიათ ვკითხოთ და იქ კი პასუხებთ. აბა გისურვებთ მშვიდობიან საღამოს და მოვალ შეხვედრამდე.